სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ერთხელ როდესაც იესო ქრისტე გენესარეთის ტბასთან იგივე ტიბერიის ზღვაც ეწოდება მას. ხალხიო ადამიანები თავს ესხმოდნენ ღვთის სიტყვის მოსასმენად. წარმოიდგინეთ, ადამიანთა სიმრავლე ერთგან აღწერილია უდაბნოში 5,000 მამაკაცი და ყველას უნდა სიტყვის მოსმენა. ღვთის სიტყვის მოსმენა იმდენად მადლმოსილია უფლის სიტყვები. და დაინახა ორი ნავი და მებადურები, ნავის პატრონები, გადმოსულები იყვნენ და რეცხავდნენ ბადეებს. და ერთ-ერთ ნავში შევიდაო, რომელიც იყო სიმონისი. და რატო წერია სიმონისი? ჯერ სიმონია, მერე გახდება კლდე, ანუ პეტრე. ჯერ არ არის სიმონ პეტრე, იოანე და იაკობ ზებედეს ძეები მონადირებულები, არ არიან მოწაფეები, მოციქულები. და როდესაც შევიდა ნავში, სთხოვა მას, რომ ნაპირს განშორებოდა და ჩამოჯდა ნავზე და იქიდან ასწავლიდაო ხალხს. და როდესაც დაამთავრა სწავლება, უთხრა მას, რომ სიღრმეში შეეცურა და გადაესროლათ ბადე თევზის დასაჭერად. ხოლო რას ეუბნება სვიმონი, ანუ პეტრე? მთელი ღამე ვშრომობდით, მაგრამ ვერაფერი ვერ დავიჭირეთ ჩვენ. მაგრამ შენი სიტყვის გამო, სიტყვისამებრ, ჩვენ გადავისვრით ბადეს და მოიქცნენ ასევე. და იმდენი თევზიო დაიჭირესო, იმდენი თევზი, რომ ბადეს კდებოდა, იხეოდა და მაშინ ანიშნა მეორე ნავში მყოფებს, რომ მიშველებოდა მათ. და იმდენი თევზიო დაიჭირესო, ნავებიო იძირებოდაო. და გაოგნებული პეტრე, მოციქული, კი არ დახარბდა ამას, რომ ამდენი თევზი დაიჭირა, არამედ მუხლებში ჩაუვარდა იესოს და ეუბნება, განვედ ჩემგან, ანუ გამშორდი, რადგანაც ცოდვილი კაცი ვარ მე. ხოლო უფალი ეუბნება, ნუ გეშინია სვიმონ, რადგანაც ადამიანთა მებადურებად გაქცევთ. რას გვასწავლის დღევანდელი სიტყვა და დღევანდელი მოთხრობა სახარებისა? უპირველეს ყოვლისა, უფალი ართაკილობს ყველაზე მდაბიო ადამიანებთან მისვლას და მათთან სიახლოვეს. აქედან ვსწავლობთ, რომ არ არიან ეს ადამიანები დაჩაგრულები. ეს ადამიანები უდიდეს პატივში არიან, ვინაიდან არიან ღმერთთან ახლოს. და გაჭირვებულის სახით უფალი ამბობს, რომ მე ვარ. არ ითაკილა უფალმა, რომ ყველაზე მდაბიო სამუშაო, სამსახური ეს იყო მეთევზეობა. სხვა როდესაც ადამიანს არაფერი არ გამოსდიოდა, ან არაფერი არ იცოდა, არც ხელობა ჰქონდა, მაშასადამე იგი თევზაობდა და თევზაობით ირჩენდა თავს. ეს იყო ერთადერთი წყარო გადარჩენისა მათი. და მეორე, ნახეთ როგორი რწმენა გამოავლინა პეტრე მოციქულმა, როდესაც მთელი ღამე, წარმოგიდგენიათ, მთელი ღამე იშრომეს, ვერაფერი ვერ დაიჭირეს და ამ დროს ეუბნება, მას პიროვნება, რომ გადაისროლე ბადე. და იგი კი არ ეუბნება, რას ეუბნები, მთელი ღამე ვიშრომეთ ჩვენ და როგორ შეიძლება ბადის გადასროლა?
ეხლაც ვერ დავიჭერთ ვერაფერს. არამედ პირიქით, შენი სიტყვისამებრ გავაკეთებთ ჩვენ ამას და მოხდა უდიდესი სასაული. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ძალიან ხატოვნად საუბრობს ამის შესახებ. არც ერთი თევზი არ დარჩაო. ღმერთის ბრძანებითო თევზებიო ნავში ხტებოდნენო, ერთმანეთს ასწრებდნენო და აი ამ სასაული თევზჭერით გაოგნებული პეტრე მოციქული სწორედ უვარდება მუხლებში, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი თევზჭერა, რაღაცა საოცრება ხდება. თევზი, რომელიც ბადეში ვერ მოხვდა, ისე ხტებოდნენ ნავებში. ნახეთ საოცრება. და მეორე, აქედან შეიძლება ვისწავლოთ ჩვენ, რომ ღვთის კურთხევის გარეშე რაც არ უნდა ადამიანმა იშრომოს, მისი შრომა არის უნაყოფო. ნახეთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსასწრები გვაქვს საქმე. ღმერთმა 7 დღე მოგცა კვირაში და ამ 7 დღიდან 1 დღე დაიტოვა თავისთვის. და გვითხრა, რომ 6 დღე იშრომე და შენი იყოს. შენი ოჯახს მოახმარე, შენს საჭიროებებს, ყოფით საზრუნავებს მოახმარე, მაგრამ ის 1 დღე მე დამითმე. მაგრამ ადამიანები ვფიქრობთ, რომ ის 6 დღეც ჩვენ არ ყოფნის. ამიტომ ის 1 დღეც უნდა მივითვისოთ. და ამით ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ, მაგრამ ნამდვილად არ არის ასე. კვირა დღეს შრომა ეს არის უნაყოფო შრომა. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის რეგრესი, ანუ უკუსლა. იმიტომ რომ მე-7 დღეს მანანა არ ცვიოდა ზეციდან. ანუ საზრდელი არ ცვიოდა ზეციდან ებრაელებთან. და ეს იყო ნიშანი იმისი, რომ მე-7 დღეს, ანუ წინა სახია, ძველი აღთქმა, ახალი აღთქმის, რომ მე-7 დღე არის უფლის. წინა დღეს უნდა ეშრომათ, შეეგროვებინათ საზრდელი, ხოლო მე-7 დღეს უნდა დაესვენათ. და დასვენება მხოლოდ საწოლში კოტრიალი კი არ არის, არამედ დასვენება ნიშნავს, რომ უფალს მიუძღვნა, ღმერთი ადიდო, ღმერთის მადლიერი იყო ყველაფრისთვის, რომ მოგავლინა, რომ არსებობ და შესაძლებლობა გაქვს, რომ გადარჩე და ცხონდე. ამისათვის 1 დღეა გამოყოფილი, განსაკუთრებული საზრუნავის სულისათვის. ღვთისმცნებებს თუ არ დავიცავთ, ასევე იქნება ჩვენი ცხოვრება ტკეპნა ერთი ადგილისა. წინ ვერ ვივლით. ყოველთვის ვიქნებით ერთ ადგილზე, ასევე მოხუცდებით, ასევე დაუბერდებით და ასევე წავალთ ცარიელები სულიერი თვალსაზრისით ამ მიწიერი ცხოვრებიდან და ვერაფერსაც ვერ წავიღებთ. ის რაც მთელი ცხოვრება ჩვენ მოვიმუშაკეთ, რაც გავაკეთებთ, ვერაფერს ვერ წავიღებთ აქედან. ყოველივე ამაო არის ამ მიწიერ ცხოვრებაში, რასაც მატერიალიზმი ქვია, რადგანაც ეს არის წარმავალი, ეს არის ხრწნადი, ხოლო სულიერი, რასაც შევიძენთ, სულიერი სიმდიდრე, ეს მთელი საუკუნეები ჩვენ გავყვება და გაგვახარებს. რასაც აქ მოვიხვეჭთ, ამითი უნდა ვინეტაროთ სასუფეველში. აი აქ მონაპოვარი რაც არის, რასაც აქ მოვინადირებთ, რასაც დავიჭერთ, რასაც შევიძენთ, იმ სათნოებებს, იმ სიკეთეებს, აი ამითი ხარობს ადამიანი სამოთხეში. და თუ ცარიელი ხარ, თუ არაფერი არ გაგაჩნია, თუ სულიერება არ გახარებდა, არ გიყვარდა ღვთის სიტყვა, არ გიყვარდა ფსალმუნება, არ გიყვარდა სახარების მოსმენა, არ გიყვარდა ლოცვა, არ გიყვარდა ტაძარში დგომა, არ გიყვარდა სიკეთეს გაკეთება, მოყვასის დახმარება, არ გიყვარდა მოწყალება, არ ბრალობდი, ანუ არ შეგებრალა გაჭირვებული ადამიანი, რომელიც იტანჯებოდა სნეულებით. მაშასადამე
ასეთი ადამიანი ვერანაირ ნუგეშს ვერ პოვებს. იმიტომ რომ მისი ცენტრი არის მხოლოდ მატერიალიზმი, მხოლოდ სიამოვნება სხეულებრივი და არა სულიერი. მას სხეულებრივი მატერიალური სიამოვნება გაივლის და ჩვენ სულით გავდივართ ამ მიწიერი ცხოვრებიდან და ვერავინ ვერ მოგცემს ჩვენ გემრიელ საკვებს. ვერავინ ვერ მოგცემს ჩვენ სხვადასხვა ხორციელ სიამოვნებებს. აქედან გამომდინარე ადამიანი იქნება მარადიულ შიმშილში და ზემოდან დაერთვება ამას ტანჯვა იმისა რომ შენ შეგეძლო და არ გააკეთე. შენ საშუალება გქონდა რომ ყოველივე შეგესრულებინა და ამითი ის სინათლე მოგეპოვებინა მარადიული ხელთუქმნელი ღვთაებრივი რომელიც ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს. ეს შენ შეგეძლო მოგეპოვებინა მაგრამ არ გააკეთე და მთელი საუკუნეები თურმე ადამიანს როგორც ამბობენ წმინდა მამები სინდისის კენჯნა აქვს მაგრამ ვერაფერს ვერ შველის. გამოსწორება არ ხდება, არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. ყველაფერი გაგვახსენდება. დღეს თუ ჩვენ მაგალითად ვნებებში ვიმყოფებით და გონების თვალით დაბნელებულია, იმ შემთხვევაში უკვე სხეული როდესაც არ გვექნება, მაშინ ყველაფერს შევხედავთ რეალურად. როგორც არის, ყველა სიტყვა გაგვახსენდება. ტაძარში წაკითხული თუ მოსმენილი, თუ სხვაგან ვინმეს მიერ გაგონილი სიტყვები. მაგრამ არ შევასრულეთ. მაგრამ გვერდი აუვარეთ ღვთის სიტყვას, ღვთის მცნებებს. აქედან გამომდინარე გვექნება მარადიული სატანჯვები. ღმერთმა დაგვიფაროს რა თქმა უნდა. ჩვენ ვალდებულები ვართ რომ ადამიანებს რაც შეიძლება მძაფრად, კაფიოდ აღვაქმევინოთ თუ რა ელოდება მომავალ ცხოვრებაში. ღვთის ერთ-ერთი სწავლება, ღვთაებრივი სწავლება. რას გვეუბნება წმინდა წერილში მოციქულების მეშვეობით უფალი. ხორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქმელ. ხორცთა ზრახვა ეს არის აი რაზეც საუბრობდით, ეს არის ნაყროვანება, ეს არის გემოთმოყვარეობა, ეს არის ხორციელი ტკბობა. და სხვათა შორის ამბობენ რომ ყველა უბედურება მომდინარეობს აი აქედან. იოანე ოქროპირი ამბობს უხალისობა სნეულებებიდან და ჯანმრთელობის აშლილობიდან მოდის. ხოლო სნეულებები სხეულის ნაყროვანებით დასუსტებისაგან მომდინარეობს. მას ძღომას ამ მიზეზითაც უნდა მოერიდოთ, თუ ჩემი გჯერათ. მაგრამ ნაყროვანებაში ერთგვარი სიამეც არისო იტყვით თქვენ. იმდენი სიამოვნება არ არის, რამდენიც უსიამოვნება. სიამოვნება მხოლოდ ხორხითა და ენით შემოიფარგლება. ანუ რეცეპტორები არის მხოლოდ პირში და არა კუჭში. როცა ჩვენ საჭმელს ვიყრით და ვივსებთ კუჭს. როცა ტრაპეზი დამთავრდა, ანდა როცა საჭმელი შეჭმულია, შენ იმას ემსგავსები, ვისაც ტრაპეზში არც კი მიუღია მონაწილეობა და მასზე გაცილებით უარესიც ხდები. იმიტომ რომ იქიდან სიმძიმე გამოგავს, სისუსტე, თავის ტკივილი და ძილისკენ მიდრეკილება, რომელიც სიკვდილს გავს. ხოლო ხშირად უძილობაც სიმაძღრისგან, ქოშინი და ბოყინი და 1000-ჯერ წყევლის შენს მოცელს, ნაცვლად იმისა, რომ თავშეუკავებლობა დასხელო. ამგვარად სხეულს ნუ გავასუქებთ, არამედ პავლეს მოусმინოთ, რომელიც ასე ამბობს: ხორცთა ზრახვასა ნუ ყოფთ გულის სათქმელ. ვინც მუცელს ივსებს, იმავეს აკეთებს,
ვინმეს რომ საჭმელი აიღო და ბინძურ ორმოში ჩაეგდო. ანდა ამასაც კი არა, არამედ გაცილებით უარეს. იმიტომ რომ უკანასკნელი მხოლოდ ორმოს ავსებს საკუთარი თავისათვის ზიანის გარეშე, ხოლო პირველი თავს 1000 სენს იტეხს. ჩვენ მხოლოდ ის კვებავს, რასაც საჭირო რაოდენობით ვიღებთ და რისი გადამუშავებაც შესაძლებელია. ხოლო ზედმეტი აუცილებელზე მეტი არა მარტო არ გვკვებავს, არამედ ზიანსაც გვაყენებს. ამას არავინ ამჩნევს, რადგან უგუნური სიამოვნებითა და ჩვეულებრივი ვნებით არიან მოხიბლული. შენ გინდა სხეული კვებო? მაშ ზედმეტს მოეშვი. აუცილებელი მიეცი და იმდენი, რამდენის გადამუშავებაც შესაძლებელია. მეტისმეტად ნუ ტვირთავ მას, რათა არ დაახრჩო. საჭირო რაოდენობით მიღებული კვებავს, კიდეც და სიამოვნებასაც გვრის. მართლაც არაფერს მოაქვს ისეთი სიამოვნება, როგორიც კარგად გადამუშავებულ საკვებს. არაფერი ისე არ უწყობს ხელს ჯანმრთელობას, არაფერი ისე არ წაადგება გრძნობების სიცხოველეს, არაფერი ისე არ აჩერებს სნეულებებს. ამგვარად, საჭირო რაოდენობით მიღებული ემსახურება კვებასაც, სიამოვნებასაც და ჯანმრთელობასაც, ხოლო ზედმეტი ზიანს უსიამოვნებებსა და სნეულებებს. ნაყროვანება იმავეს იწვევს, რასაც შიმშილი აკეთებს, ანდა გაცილებით უარესაც. შიმშილი მოკლე დროში ფიტავს და ადამიანის სიკვდილამდე მიყავს, ხოლო ნაყროვანება აჩანაგებს სხეულს და მაშილ პობას იწვევს, რითაც ხანგრძლივ სნეულებებს შეყრის და შემდეგ უმძიმეს სიკვდილს მოაწევს. მაშინ როცა შიმშილს ჩვენ აუტანად ვთვლით, ხოლო ნაყროვანებისკენ, რომელიც მასზე საზიანოა, მივისწრაფით. საიდან ჩვენში ასეთი სნეულება, საიდან ასეთი უგუნურება? არ ვამბობ, რომ საჭიროა თავი გამოვიფიტოთ, მაგრამ საჭიროა საკვები ისე მივიღოთ, რომ სხეულმა სიამოვნება მიიღოს, ჭეშმარიტი სიამოვნება და შეეძლოს კვება, რათა იგი აწყობილი და საიმედო იყოს, მაგარი და სულის მოქმედებისათვის უნარიანი იარაღი. ხოლო თუ კი იგი საჭმლით გადაივსება, რომელიც ასე ვთქვათ, ჩამკეტებსა და შემადგენელ კავშირებს დაარღვევს, მაშინ ამ წყალდიდობის შეკავება უკვე აღარ შეუძლია ხოლმე. შემოჭრილი წყალდიდობა ყველაფერს არღვევს და ანადგურებს. ხორცთა ზრახვასა ამბობს იგი, ნუ ყოფთ გულის სათქმელ. კარგად თქვა მან გულის სათქმელ, იმიტომ რომ ნაყროვანება ბიწიერი სურვილებისთვის საკვებია და მაძღარი. თუნდაც იგი ყველაზე ბრძენიც იყოს, ღვინისა და კერძებისაგან აუცილებლობით განიცდის რაიმე ზიანს. აუცილებლობით გრძნობს მოდუნებას, საკუთარ თავში ძლიერ ცეცხლს აუცილებლობით აღაგზნებს. აქედან არის სიძვა, აქედან არის მრუშობა. მშიერ მუცელს არ შეუძლია ხორციელი გულის თქმა აღძრას, ისევე როგორც მუცელს, რომელიც ზომიერი საკვებით კმაყოფილდება, არამედ ბიწიერი სურვილები ნაყროვან მუცელში იბადება. როგორც მეტისმეტად სველი მიწა და წყალნასხურები ნაკელი, რომელსაც მეტისმეტი სისველი აქვს, მატლს წარმოშობს და პირიქით, მიწას, რომელსაც ასეთი სინოტივი არ აქვს, უხვი ნაყოფი მოაქვს, იმიტომ რომ ზედმეტს არაფერს შეიცავს და დაუმუშავებელიც კი ბალახს აღმოაცენებს, ხოლო დამუშავებულს ნაყოფი გამოაქვს. ჩვენც ზუსტად ასევე ვართ. ამიტომ ჩვენს ხორცს უნაყოფო, უვარგის ან მავნეს სხეულად ნუ ვაქცევთ, არამედ მასში კეთილი ნაყოფი
და ნაყოფიერი მცენარეები აღმოვაცენოთ და ცდა არ დავაკლოთ, რომ ისინი ნაყროვანებისგან არ დაჭკნეს. ვინაიდან შეიძლება ისინიც დალპეს და ნაყოფის ნაცვლად მატლი გაიჩინოს. თანდაყოლილი სურვილი, თუ კი შენ მას უზომოდ დაუწყებ გამოკვებას, ასე შობს საზიზღარ სიამეებს, მეტისმეტად საზიზღარსაც. მაშ ეს ბოროტება ჩვენში ყოველმხრივ მოვსყოთ, რათა აღთქმულ სიკეთეებს ვეღირსოთ. მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმინისა თანაშვენის დიდება, სუფევა და პატივი, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.